ეროვნულ მუზეუმში პაატა ბურჭულაძის ინიციატივით სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსისა და ეკლესიის მშენებლობასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძემ სტუდენტებს დახმარებას თხოვა. სპეციალურად სტუდენტებისთვის ლექცია ათონის ქართული თარგმნელობითი სკოლის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიის დოგმატიკისა და პატროლოგიის კათედრის გამგერ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ედიშერ ჭელიძემ წაიკითხა. საღამოს დასასრულს ოთარ ლითანიშვილის მიერ ათონის მთაზე გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა. ჩვენი აქ ამოცანა მე როგორც ფონდი ევანანა რომ მივდივარ მე ვთხოვ რომ დაგვეხმარონ ფულით. აქ ამოცანა არ არის თხოვნა, აქ ჩვენ გვაქვს ერთადერთი რამ რომ არ გამოგჩეს ვინმე ადამიანი, ვისაც ამაში მონაწილეც უნდა და ვერ მიიღო ინფორმაცია. ზუსტად აი ამ ინფორმაციის გვჭირდება ჩვენ სტუდენტები რომ მთელ საქართველოს მივაქციოთ ყურადღება. ათონის მთარგმნელობითი სკოლა, რომელიც უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით ათონის თეოლოგიური ანუ საღვთისმეტყველო სკოლა, გახლავთ იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველი კულტურული ისტორიისა, რომ პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ ყავდა ქართველი ათონელები. მოვლენა თვითონ ხა ეძღვნება, როგორც ვიცით, თბილისში უნდა აშენდეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოსაფრთხილებლად ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის სახელობის და ვინაიდან ღვთისმშობლის ხატი არის ათონის მთაზე, ეს ფილმი ეძღვნება ათონის მთას, იქ მყოფ ბერებს და ძალიან საინტერესოა იმის მიხედვით, რომ ერთხელ მაქვს უკვე ნანახი, მეორე და ძალიან დიდი სიამოვნებით ვუყურებ.